ხამებშვიდობისა, როგორც ჩანს, ჩემი ვიდეოები იქნება ხამღამობით, ჯერჯერობით. მოკლედ, თავისთავად დავიღალე. დღეს ვერ გავითვალისწინებ რჩევას და ვერ დავждები ისე ვერ გესაუბრებით, იმიტომ რომ გასაკეთებელი მაქვს საქმე. ხვალისთვის მინდა სოსოს წვნიანი გავუკეთო, ხა გავამზადებ. ვიყიდე ერთადერთი მაღაზიაა ლიბრე ჩვენთან ახლოს, რაც სადაც ბოსტნეული იყიდება, ერთი წამით ჩავუწევ. სულ წამოვიდე. ცოტა ქონია სოსოს პური. ხო, ვიყიდე ხვალისთვის შევუწვა, ანუ ხვალისთვის იმას ქაბაბს, სოსოს და მოცივარში შევინახავ, ეხლა გავგვეშჩე. ორი ბულგარული ვიყიდე, წითელი და მწვანე. სტაფილო. ორი ცალი ხახვი. ნიორი დაგვემთავრდა, ერთი თავი ნიორი ვიყიდე. სოსოს ისე რომ დაჭრას რა, ერთი დიდი პომიდორი ვიყიდე. კარტოფილი ვიყიდე. მოკლედ ეს არის, რაც დღეს ვიყიდეთ ქაბაბი, ხო? ეს დაჯდა 14 ვარი, რაღაცა წარმოვიდგინეთ. ახლა მე მინდა რაიმე თეფშს დავაწყო. ჯერ გავთავო. ის პარკი რატო გადავაგდე. იმ პარკში ნაცვლადებს ჩავყრი. ახლა გავთვლი რამოდენიმე კარტოფილს. მგონი საკმარისია. ერთი პატარასაც დავამატე. ენჩენ კარტოფილს შეწოვს სოსო ამ რამე. ხო. დღეს იყო, რა თქმა უნდა, ბევრი საქმე იყო, თითქმის არ გავჩერებულა მთელი დღის მანძილზე. და როცა საქმეს ვაკეთებ, დრო სწრაფად გადის. ხო, როცა არაფერი არ არის გასაკეთებელი იმდენად, რა რაღაცა იწელება დრო. თუმცა მე მაინც პოულობ ჩემ გასაკეთებელ საქმეს. ახლა ვინც არ იცით, ამ კაფე რესტორანში ვარ დიასახლისი, ანუ გამევალება, დილას დავაგება. მთლიანი, ასე ვთქვათ, კაფე რესტორნის, თავისი დარბაზით, სამზარეულოთი, ყველაფრით და მერე მთელი დღის მანძილზე უკვე ვინარჩუნებ სისუფთავეს და ასე ვთქვათ ჭურჭელს რეცხავ, როცა გასარეცხია. ჭურჭელში შეერთებს თეფშები, ჭიქები, დანაჩანგლები, ხვაბები, ტაფები, მოკლედ რეცხავ დღისით და ღამით. ხო. და ესე ვარ მთელი დღე, მეგობრებო. გონი ორი სტაფილო უნდა იყოს. ჩავხეხავ ალბათ. ბულგარულს მთლიანად გავუკეთებ, ერთი მაქვს ნახევარი უფრო სწორედ წითელი ბულგარულის მაცივარში შენახული. ვიფიქრე წვნიანისთვის შევინახავ თქო. მერე ალბათ გამომაგდება. წვანეს ნახევარს გავუკეთებ. ძალიან ბულგარულიც არ მიყვარს წვნიანში, ოდნავ გემისცეს. ერთ დიდ ხავხს
და წვანილები მაქვს ის ასე ვთქვათ, ჯერ არ გამიხარჯია ის წვანილები, ცოტა ვიხმარე, მაგრამ დამრჩა კიდე. ხო. და ესეც ასე. აი ასე. ხო, კიდე რა. ერთი ორი კბილი მჭირდება. კაკუმი მესმის, ვიცი, ფილმშია თუ ის ფარში გამოვიღე მაცივიდან ვალღობ და გავაკეთებ, მას ბრინჯს გავაკეთებ და გავაკეთებ გულდას. ცოტა ხნის უკან სოსამ წყალი მომიტანა ფეხებისთვის, ტკივა ხოლმე ფეხები. სხვათა შორის მარტომი არა, მეგობრებო, იქ ვინც მუშაობს, ყველას ფეხების ტკივა, იმიტომ რომ მთელი დღე ხერხზე ვარ, ყველა აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, ეხლა მთად ესეთი ეს არ არის, ეხლა ცოტა ხანი დავждებით ხოლმე, მაგრამ ის დაждომა იმ დგომასთან შედარებით არაფერი არ არის და ამიტომ ფეხები ტკივა ხოლმე. ხო, ამას აქეთ დავდებ, ეს ხალხი ჩავდო აქ. ამას სხვათა შორის გუშინ ის ალაჯიკები რო გავაკეთე, მე ბლინჩიკებსაც ვეძახი ხოლმე. ანუ ბავშვობიდან ბლინჩიკებს ვეძახი, რატომღაც ალაჯიკებს. და ბლინჩიკები, ანუ ბლინები ის არის, თხელი როა და რამეს რო ახვევ შიგნით. აბა წადი აქედან. ხო და აწოდი იყო დარჩენილი. ეხლა ისე მეძინება. მაგრამ სანამ არ დაამთავრდება ამ საჭმლის გაკეთება, მანამდე უნდა თავისთავად ესე ვიყო. და ძალიან კარგები გამომივიდა, მაგის თქმა მინდა, ძალიან მომეწონა. ძველი რეცეპტით გავაკეთე. გაგიმხელთ ამ რეცეპტს, არაფერი ესეთი რთული არ არის. ესე იგი, რამდენი კოლზი ფქვილიც არის, იმდენი კოლზი შაქარი, ასევე ცოტა მარილი, სოდა, მაწონი, კვერცხი. მე მაგალითად ორ კვერცხს ვუკეთებ, ნახევარ კილა მაწონს და მთავარი არის ბოლოს უკვე რომ გავთვითავ ყველაფერს აავურებ, ცომს ყველაფერს, მერე ვუკეთებ გრამდნარ კარაქს. დაახლოებით ალბათ 50 გრამი. ესე შეიძლება ნაკლებიც. ხო, 50 გრამი. და გამოდის ძალიან გემრიელია ჩემი აზრით, ახლა უფრო ესეთია. ანუ გამომშრალი არ არის. ეს ასე. დავჭრი კიდევაც ცოტა მეხმარება ხოლმე. ახლა რაც შეუძლია აკეთებ ბავშვი მეტი რა ქნას. ახლა გოგო რომ ყოლოდა ალბათ უფრო
იყოჩაღებდა რაღაცას გააკეთებდა სახლში. ბიჭები არიან ხოლმე ესეთი ყოჩაღები, მაგრამ ცოტა სხვანაირი ბავშვია. ამას ისინი ვერ გაუწევენ რა თავისი ყურები. მოკლედ ასე. სარეცხიც გასარეცხი მაქვს რაღაცები. არ მინდა რომ ისა, ანუ ცოტა სარეცხის ფულისთვის ჩავთო სარეცხის ბანკიდან. ასე რაღაცებს დავამატებ კიდევ. ხოდა ასე მეგობრებო, კარგია იმ თვალსაზრისით რომ ყოველდღე ხელფასი გაქვს, მაგრამ ხანდახან დასვენება გინდა ადამიანს. მე ხა არა მაქვს ის დრო რომ დავისვენო. დენი გადასახადები დაგროვდა. დენი 260 ლარია, იმიტომ რომ წინათვის 80 არ გადამიხდია. ან დამრჩა კუდი. 80 ეს არაფერი არ არის, ანუ 170-180-მდე იყო. ხოდა შესაბამისად ძირითადი ანუ ნაწილი რომ გადავიხაზე, მაგიტო თან ნერვიულობდი, მეგონა რომ გაშიშავდნენ, არ გამიფიშეს კიდევ კარგი. და მოკლედ ეხლა არ ვიცი, YouTube-ის ხელფასი თითქოს შეივსო, თითქოს უნდა ყოფილიყო. ეხლა დღეს 22-ში უკვე უნდა განულებულიყო. ანუ განულება რას ნიშნავს, იქ აჩვენებს, რომ ანუ ჯერ თანხას ხო გიჩვენებს, მერე ნულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გადარიცხვის პროცესია და არ განულებულა. და ვფიქრობ, ეხლა შეიძლება თქვა ვერ მოვასწარი. ანუ 70 ევროსის არა და ყოველთვის ვიცოდი, ანუ 7 რიცხვიდან 12-მდე ხდება თანხის დაანგარიშება YouTube-ის და ეს პერიოდი კიდე შეგიძლია რომ აი ვიდეოებზე რა დენი ისიც იქნება, ის იმას ანუ შეივსოს და არ ვიცი, რაღაცა ცოტა ადრე მოვიდათ, როგორც ჩანს და რა ვიცი, არ ვიჩქარებ, მაინც შევხედავ. ხვალ 23-ია. თუ YouTube-ის ხელფასი ჩაირიცხა, მართლა გამიმართლებს დენის მეტ წილს დავფარავ და მერე ნელა კრედიტს გადავიხდი, რაც გადასახდელი მაქვს და კიდე სესხი მაქვს დასაფარი. ხო და მოკლედ აი ესეთ ამბებში ვარ. ხო. გასვისამთ. Olmaz karamsarlık manamda hiç ortaya ararçamırtı. Manamda yaptığı bir maşinde aymas şey olsuz. Ertsals eklanırsam. Განარჩენი ხვალ გამოიზოგოს თელდღის მანძილზე. ეხლა ამას რატო ვაკეთებ? წვნიანს არ ჭამს უკვე ბავშვი რამდენი ხანია, წვნიანი არაფერი უჭამია და სადაც კონტეინერი მქონდა. და ჩვენ სამსახურში წვნიანსაც მივერთვით. მე მგონი ბევრი კარტოფილი გამოვიდა, მაგრამ არ უშავს.
ესეთი ბასრიდან ძალიან აი ეს რო ილესება ორმაგად გასრიფდება, ანუ ბიტვასავით არის მე. პატარა კონტეინერში არ ჩაერტება, რაღაცა უნდა მოვცე. სხვათა შორის ეს ნაყინის კონტეინერი ძალიან კარგი რაღაცაა. მომეწონა თვითონ ამ რა ქვია მას პალომას ნაყინის ჩვეულებრივი კონტეინერია, ეს შეიძლება მოიხსნას, ანუ ისეც არ მოსწონს და ჩვეულებრივი კონტეინერად გამოიყენებს ადამიანი. ხა აქ ჩავყრი ამას. გამზადებული იყოს ის რომ გაუღვება. მე ჩავყრი კარტოფილს, კარტოფილი ხო მალე იხარშება და ამიტომ არ მოწყობს. ნამდვილი კარტოფილი. ცოტა ზედმეტი მომივიდა. ხო. ფიქრობ ბულგარული სხვა გავხეხო, იმიტომ რომ გახეხილი ბულგარული უფრო კრეიტება, მაგრამ მეცემ თუ მკვრევია გაიხეხება, კი. საკმაოდ მკვრევია. ერთი სულ მეგობრებო, რომ ისე დაწეს, რომ აი პომიდორი გაიაფდეს და ძალიან მეყვარს საფულში პომიდორის სალატები, ჩვეულებრივი სალატებიც მეყვარს ქინძით, ცოტა ძმარით, ეს სალატები და მოკლედ შეუცვლელი რამეა სადილებში უკეთებ, უფრო გემრიელია სადილები, სად ტომატის პასტა და სად ცოცხალი პომიდორი. ხო და ესე რომ ავფიქრობ მე იქნებ დავხუპო კიდე ზამთრისთვის შევინახო უბრალოდ გატარებული პომიდორი. თან არა უბრალოდ ცოტა მარილი, ანუ ცოტა რა მარილი რომ შეინახოს და მე ზამთარში გამოვიყენებდი სადილებზე. დედა ჩემი აკეთებდა ხოლმე მახსოვს ბავშვობაში ბულგარული საფილო მგონი წვანილებიც იყო. ფილებში ათავსებდა, ანუ მარილს უკეთებდა და მე კერძებისთვის რა, ანუ წვნიანებისთვის, ანუ კერძებისთვის იყენებდა ესე. მაგრამ მე რაღაცა გემო ეცვლებოდა, თავისებური გემო ხდებოდა და სიმართლესაც დიდად არ მომწონდა მაგ გემოს წვნიანები. ეხლა ისეთი დროა, ყველაფერი იყიდება, უბრალოდ ფული უნდა გქონდეს. ახლა ამას პატარა კონტეინერში ვათავსებ. ძველი სახეხი მიყვარს ძალიან. კარგი ფილმი მაქვს ჩართული, ნანახი მაქვს, რომ ერთი გადავხედავ კიდევ. ეს რაღაცაა ლუქსუმის ყურება მომიდა. არ ვიცი, თუ მეყო ძალა და ენერგია. აუცილებლად უყურე. ვიღაცას გაეცინება. ანუ რა მულტფილმის ყურებაც მინდა იმაზე. თუ ნანახი გაქვთ გრილ. ესეთი ბოროტმოქმედი რო არა, გრილ და მე ბავშვებს რომ გაიცნობს, რომ დაუმეგობრდება.
მაინც გადავწყვიტე დამეჭრა ეს უნგრული. წვრილად დავჭრი, რა პრობლემაა. მაგრამ უკვე იმდენი სერიები აქვს ამ გრიუს. ბოლოს გამოვიდა ახალი, ანუ წელს თუ შარშან. მე დასასო ვუყურებ. აი ყველა სერია ხო არის რომ მიტყვი ახლა პირველი ჯობია და მე ისე რა და რაღაცა. ყველა სერია ძალიან საყვარელია და ძალიან მომწონს. თუ ახლა გრიუსი მას ვერ მოხდეთ მინიონები რა, მინიონები რო ყავს გრიუსი. ძალიან საყვარელი სასაცილო მინიონები. ესეც ასე. პატარა ტომატი ვიყიდე, იმიტომ რომ ვერ ვხვდები უკვე. ეხლა იქ ლიბრეში არ იყო ის ტომატ პასტა, რომელიც ვიცი რომ კარგია. არ ქონდათ. იყო ბარაკა და მე ეს ამას წინათ ვიყიდე. მაქვს ეხლა მაცივარში მეგობრებო და არის მომჟაო. ანუ არ ვიცი რატო გამოდის ესე. აი ეს ტომატ პასტა. ტომატ პასტა მოაწერი არ ვიცი რა ფირმა, მოკლედ ფერიც ისეთი აქვს, აი მუქი. მოკლედ არ ვარ საზიზღრობა. არა და სოსოს უყვარს ისი ტომატის წვენის გაკეთება და დალევა, ან წყალში იმაშვება, აზავებს, ცოტა მარილს უკეთებს. და სვავს, აი როგორც მაში კოლოფებში რო იყიდებოდა ხოლმე, ეხლაც იყიდება, მე მგონი, რა ვიცი, მე დიდი ხანია არ შემხვედრია. ტომატის წვენი. და სოსოს ძალიან უყვარს. თან დიეტურია სხვათა შორის ეგ. ხო, ესეც ასე. ამასაც აქ ჩავყრი. მიჩვეული ვარ დანით ვიღებ ხოლმე, ბოსნეულს ეს თხელიდანაა და ვერ ვიღებ ისე. ფართედანით. ისეთი ლამაზი მიქსი გამოვიდა, რაც ჩანს თუ არა. ხო, აი ესე ვამზადებ ხოლმე. ხახვი. მაგინებს კაფე. ძაღლები ყეფენ. ну მოკლედ როგორც ჩანს ორ ნაბიჯში რომ მუშაობდი მთელი უბანი გამიწვია ანუ აქ ახლა მართავს ანუ მთელ გამზრდელს ცხოვრობს იმიტომ რომ გონი ერთი ორი ნაბიჯი იყო ანუ ახლოს ეგ იყო მარტო სადაც მე მუშაობდი შესაბამისად იქ მაცხოვრებლებიც, ისე ვაჭრებიც, მოკლედ ყველა. ნახა წელიწად ნახევარში კი გაიცნო თეინო. და მერე გვირილაშიც მხვდებოდნენ ხშირად.
ახლა აქ. იმიტომ რომ შორს ხო არ წავსულა და შესაბამისად აქაც დადიან. სხვათა შორის ისეთი რომ ვთქვა ეხლა ყველაფერი ხო არის გაძვირებული მეგობრებო საერთოდ ჩვენ ქვეყანაში ერთადერთი ხელფასები ვერ ძვირდება ჯერ თორე ყველაფერი გაძვირებულია. ხო და ეკა იქნება ხელფასი რომ გაძვირდეს. კაი ფრაზაა, ხელფასი გაძვირდეს. ხელფასი გაძვირდა, მეგობრებო, ხელფასი გაძვირდა. ხო და იმ ფასებთან შედარებით ფაქტიურად აი არაფერი არ არის, იმიტომ რომ საუკეთესო პროდუქტებით მზადდება ჩვენთან. ეხლა იტყვის ვიღაცა კიდე რეკლამას აკეთებს, არა, მართლა რასაც ვხედავ ეხლა მე ხო იცით ვინც მიცნობთ დიდი ხანი, არ მეყვარს ეხლა ზედმეტი ისა გადაჭარბებული რაღაცების და ანუ ნატურალური კარგი პროდუქტებით მზადდება, მომზადება ხო შრომა ისიც ხო არის ხო? ემატება თავისთავად და თან მერე მომსახურება კარგ გარემოში ვთქვათ მიირთმევდა სხვადასხვა ისინი. ანუ ხარშთაღრიცვა რო ჩავატაროთ რა. აი ამასთან მიმართებაში ვფიქრობ იაფია. იაფია და ძალიან გემრიელი. გულით გაკეთებული, გულით და სულით. ხო და უკვე დაიწყო მეგობრებო, ხალხი უკვე შემოდის, უკვე ერთი და იგივე ადამიანებიც უკვე შემოდიან, იმიტომ რომ მოეწონათ. ხო და იცით როგორი ის არის, აი დღის ბოლოს აი რაღაცა გადაიხარე რაღაცა და მეგობრებთან ერთად შეაგროვე რაღაცა ყველამ დადო რაღაცა თანხა, ვთქვათ, ჩამოვიდა, ვთქვათ, 30-40 ლარი, ეხლა ესე ჟღერს 40 ლარი და არაფერი არ არის დღეს 40 ლარი და გინდაც 50 ლარი დღეში არაფერი არ არის. და იკრიბებიან, დაждდებიან და უგემრიელეს კერძებს მიირთმევენ სასიამოვნო გარემოში. რა ვიცი, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ესე დავждდებოდი ხოლმე. მორთმეულზე კაია ყველაფერი. ხო და ესე მეგობრებო. ახლა ამას ესე გავაჩერეთ ეს კიდევ კაი თავისი გასახსნელი და ერთი შევხედოთ რაღაცა ტოიბოქსი კი არა, კიდე სურპრიზივით არის რა. ან გამოდგება ან არა. გამოდგა, მაგრამ კრახმალია. ანუ ფერი კაი აქვს. აი ფერი კარგია. იმას ჯობია რა, ის მჟავე იყო და ეს არ მგონია მჟავე. არა, რა მჟავე კაია. ეს რომელია? ბარაკა. ისე შეიძლებოდა ბარაკა, მაგრამ ერთხელ ბარაკა ვიყიდე და ზუსტად ისეთი იყო მუნქი. რაცა პარტიები ეტყობა. როგორც ის მოხარშული ზგუშონკა დაშაქრული იყო. რამოდენიმეჯერ ვიყიდე და რამოდენიმეჯერვე დაშაქრული იყო. და რა მექნა არ ვიცოდი, კრემის გაკეთება მინდოდა და ეხლა კრემში ეხლა შაქარი რო შეგხვდება და რო ახრაშუნებ, ესე არ მინდოდა. ხო, ეხლა მე დაფასდავად გავუკეთებ სუსუდამ kebabs და თავნაირად დაგემშვიდობებით. რაც უფრო ჩუმად სწრაფად გავაკეთებ, მალე მოვრჩები და მალე დავწვევი არა, დავეგდები, მეგობრებო, დავეგდები და დავიძინებ. მე როგორც ყოველთვის მაგვიძარაზე ადრე ვერ ხვდები რა მაგვიძებს, ვიბრუნებ ძილს, ვაგრძელებ ხოლმე და ესეთი არა მაქვს კარგს გავუკეთებ.
და ასე მე მოდის ხოლმე აღვიძების დროც. და ვიღვიძებ. ხო, ყავა მოვიდუღე უკვე. ფეხებისთვის წყალი რომ მომიტანოს, ჩავყავი ფეხები და ყავას მივეთმევდი. ცოტა საჭმელს მიწილა და ანუ რაც დღეს დავუტოვე, დამიტოვა მაინც, იმიტომ რომ იცოდა რომ შეერი მოვიდოდი, მაინც საღამოს აღარ ჭამთ ხოლმე. იმიტომ რომ რაღაც დროს ჭამა, ახლა წამოსვლის წინ კი მშიოდა, მაგრამ სისულელე დაждდა ახლა და ჭამო. ხო და ეს ერთ სული მქონდა სახში, როდის მოვიდოდი, ჯერ მაღაზიაში გავედი, მერე სახში ამოვედი. ხო, ახლა უნდა ჩავიდე, ჩავრიცხოთ ახლა, რომ დილას გადავრიცხო დენის, იმიტომ რომ პრიორიტეტში ახლა არის დენი რომ გაითიშოს, სოსო იქნება უშუქოთ და ძალიან ესეთი სიტუაცია. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა მივხედავ ამ ყველაფერს და ხვალამდე, ხვალ გვიან მოვა. კარგით გავკოცეთ.